ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საქმე ეხება ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას, რომელიც ხვალ შედგება და ბატონ გიორგი კაჭარავას ვთხოვეთ, რომ ამ თემაზე გვესაუბრა. ბატონ გიორგი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, კონფლიქტოლოგი. ამასთანავე მას საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან ღრმა ცოდნა გააჩნია და სანამ აფხაზეთზე დავიწყებთ საუბარს საქართველოზე ჩვენს ადგილობრივ პრობლემებზე, მანამდე მაინტერესებს თქვენი აზრიც, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილ სპეციალისტს, რა პროცესას ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს. პუტინთან კომუნიკაცია, განცხადებები, ესეთი არც თუ ისე შეფარული ქება იმდენად არა, მაგრამ ისეთი თემების შემოტანა, რომელთა მიმართებაშიც თითქოს ჩამოყალიბებული კონსენსუსი არსებობს დასავლურ სამყაროში, ხო? ის რომ პუტინი არის სამხედრო დანაშაულე, რომ მან გენოციდი განახორციელა და ასე შემდეგ და უნებრივია ყურში ძალიან ცუდად ხდება, როდესაც მასზე თავისუფალი სამყაროს ლიდერი როგორც საპარტნიორო ფიგურაზე გარკვეული გაგებით საუბრობს. რა პროცესი მიდის და რას უნდა ველოდოთ თქვენი აზრით? ხო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ კითხვისთვის. კი, აი ბოლო 2 დღე არის რაღაც შეშფოთებული ხმები გვესმის სხვადასხვა მხრიდან და მეც რა თქმა უნდა შეიძლება შევუერთე ამას, მაგრამ მეორე მხრივ რომ გადავხედოთ ჩვენ ვხედავთ, მე ვფიქრობ მოთელვის პროცესს ყველა მხრიდან, აი ეს მოთელვის პროცესი საიდკენ მიგვიყვანს და რისი მომანიშნებელი არის რეალურად ჩვენ ჯერ არ ვიცით. მაგრამ ერთი ცხადია აი დღეს რაც გამოსვლები იყო, მაგალითად კიდევ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა იყო მიუნხენის კონფერენციაზე, უბრალოდ პანელში, ანუ ვთქვათ, კოლეგებთან ერთად იჯდა თან ამერიკის სენატორებთან, ლინდსე გრეიმი იყო და ჯინ შახინი. და აი მისი გამოსვლის მე შემექმნა შტაბის-შტილება, რომ თლად ისე ცუდად არ არის, როგორც იტყვიან საქმე, როგორც თუნდაც გუშინ გვეგონა რა. ანუ რაღაცა არ არის ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის გადასაწყვეტი. მე აქ გულისხმობ პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტ პუტინს. უკრაინის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაიჭრება და მე მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ ზელენსკიმ დღეს პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვიომებთ. იქ ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს ტელეფონით, მაგრამ ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ეს არ არის რაღაცა საბოლოო საუბრები და მე ღრმად მწამს, რომ ამის მიღმა კიდე რაღაცეები ხდება, რაც ჯერ ცხადი არ არის, მაგრამ აი გამოჩნდება. ანუ ეს რაღაცა იგივე ინფორმაციები ჩვენამდე მოვა, რაც მოგცემს საშუალებას, რომ რაღაცები ვივარაუდოთ. დღეს ძალიან ადრე არის რაღაცაზე საუბარი. კი, მithumetes ამ მასშტაბის მოლაპარაკებები არ არის შაშის თამაში, ხო? უფრო ჭადრაკია და მე არათუ გამოვრიცხავ, არამედ მაღალი ალბათობით ვუშვებ იმას, რომ დასავლური სამყაროს მომლაპარაკებელთა ჯგუფებს შორის კომუნიკაციის გაცილებით მაღალი ხარისხი არსებობს, ვიდრე შეიძლება ჩანდეს ახლა მედიაში და ამ ტიპის რეპლიკებიც ერთმანეთთან მიმართებაში შეიძლება უდნავ განსხვავებულიც იყოს ამ პოლიტიკის ნაწილიც. არ შეიძლება პუტინს კონდეს იმის შეგრძნება, რომ აი ტრამპთან დალაპარაკებით ყველაფერი დაალაგდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ასე ხედავს სამყაროს და რუსეთის მიდგომა ეგ არის რა, რომ ევროკავშირსაც კი არ აღიარებს სუბიექტად და ეს არის ამდენი წლების პოლიტიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც არის დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია და შეიძლება თავად ტრამპისთვის და შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ასეთი ხისტი მკაცრი პოზიცია მზაობა, მაგალითად ბრიტანეთის მხრიდან, ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ ცხადი განაცხადისა, რომ უკრაინელი ხალხის მიერ პრინციპების დაუთმობლობის და ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში ისინი უზრუნველყოფენ მათ ყველა საჭირო შეიარაღები და ამუნიციით, ფინანსები და ასე შემდეგ. მოლაპარაკების მაგიდაზე მნიშვნელოვანი არგუმენტია, რასაც უნდა გაუწიონ ანგარიში მომლაპარაკებელმა მხარეებმა. კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორი ბრძანდები და ამაზე განცხადებები უკვე გაკეთა
ურსულა ფონ დერ ლაიენმანს ილაპარაკა დღეს ამაზე ილაპარაკა ბოლო თავის ასე ვთქვათ პრესასთან კონტაქტის დროს პრეზიდენტ ტრამპმა, რომელსაც აღნიშნა რომ მხოლოდ ჩვენ არ ვიქნებით ამ მაგიდაზე. აქ იქნება ესე იგი ევროკავშირის წარმოდგენილი, ევროპელი პარტნიორები იქნებიან და რა თქმა უნდა უკრაინა, ხო? ხო, და იგივე ნატოს გენერალური მდივნის ცნობილი განცხადებაც ამ დღეებში, როცა მან თქვა, რომ ან ჩვენს მოვალეობა შევასრულებთ და უკრაინელ მებრძოლებთან ერთად დავიცავთ, შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს ამ ექსპანსიისგან, ან მოგვიწევს რუსული ენის სწავლა. მე მგონი ეს კარგად ესმის. კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ჯეიდი ვენსმა განაცხადა დღეს მიუნხენში, მაგან თქვა, რომ თუ საჭირო იქნება და თუ თქვა ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები, ესე იგი ჩვენ მოგვიწევს იქ ჩვენი ჯარის ჩაყვანა. კი, პირდაპირ თქვა ვიცე-პრეზიდენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ასე ვთქვათ ვარიანტი მაგიდაზე დევს. ამ სიტყვებით ითქვა კიდეც, რომ მაგიდაზე დევს ეს ვარიანტი. კარგი, ბატონ გიორგი, დავიწყოთ საუბარი იმ თემაზე, რომელთან დაკავშირებით მოსვლაც გთხოვეთ. ნუ ისეთი ამბები ხდება, ისეთი პროცესები მიდის, რომ თითქოს ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე კონფლიქტური რეგიონები საქართველოსი და ხვალ აფხაზეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებია. ეგრეთ წოდებული კი ბატონო. საინტერესო არის ის, რომ თავად კრემლისთვის ამ არჩევნებსაც პრობლემური ხასიათი აქვს. და ნუ ამაზე მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ რამდენიმე დღის წინ კირიენკო პუტინის ადმინისტრაციის უფროსი მოადგილე იყო იქ ჩასული, რომელიც როგორც ჩანს გახდა ახალი კურატორი, ესე ვთქვათ, ჩაიბარა რეგიონი. ჩაიბარა, ხო, თუ არ მეშლება და თუ შეგიძლიათ მოდით აღწეროთ რა ფონზე ტარდება ეს არჩევნები. გავიხსენოთ ისიც რა შეხლა შემოხლასაც ჰქონდა ადგილი მანამდე, ფაქტობრივად მოქმედი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი აიძულეს, რომ ახალი არჩევნები ჩაენიშნა. რა კლანურ დაპირისპირებას თან გვაქვს ადგილი, კრემლის უშუალო ინტერესი საით უფრო იხრება და რას უნდა ველოდოთ? პირველ ყოვლისა თუ ნებას დამთავრ ერთ ჩანარს გავაკეთებ. პირველ რიგში ის რომ რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ახლა რომ დავაკვირდეთ ამას ყველაფერს, მით უმეტეს იმ პროცესებს, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ. პირველ რიგში არის ის რომ ჩვენ ვხედავთ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური ტალღის ან ახალგაზრდა პოლიტიკოსების მოსვლას. ანუ ძველი ყაიდის და ძველი ასე ვთქვათ თაობის პოლიტიკოსები პრაქტიკულად აღარ არიან სცენაზე, ან უკვე ცოცხლები არ არიან. მეორე მომენტი არის ის, რომ ჩვენ ამას უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება და ის საზოგადოება, რომელიც იქ არის დარჩენილი კონფლიქტის შედეგად, როგორ ვითარდება და რა პერსონალიებს ესე შობს. ეს გასაანალიზებლად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის. მეორე მომენტი არის რა თქმა უნდა რუსეთის ფაქტორი. რუსეთის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, ანუ სანამდე წავა რუსეთი თავისი ეგრეთ წოდებული ინტერესების დასაცავად, აი იმ რეალობის, ასე ვთქვათ, манипуляციის თვალსაზრისით ვლაპარაკობ, რომელიც დღეს არის აფხაზეთში და ამ манипуляციაზე ჩვენ უკვე ახსენეთ და ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. და აი ეს ყველაფერი არის ერთობლივად გასაანალიზებელი, იმიტომ რომ ეს ტერიტორია ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს. და აი ასეთი ანალიზის გარეშე და რაღაცა სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადაჭიმის გარეშე მარტო იმაზე ვლაპარაკი, რომ ისინი ჩვენი ძმები არიან და რაღაცა ეს ძალიან დეკლარაციული ხასიათი აქვს. ეს 30 წელია გვესმის და მოდი ბატონ გიორგი ჩანარს გავაკეთე იმ ფონზე, როდესაც ზუსტად აი ამ დღეებში მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ფორმალურ რეაქცია მაინც უნდა ყოფილიყო ძალიან მკაცრი, ეს უკავშირდება ბაბუშერას სოხუმის აეროპორტის ფაქტობრივად გახსნას, ხო? ნუ ამდენი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლების პირობებშიც კი მსგავსი რამ არ დაშვებულა. ანუ თუ კი რამ ასეთი ხდება, ზოგადად რომ წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ამას არ ქონდეს გარკვეული სარგებელი იმ საერთო ამოცანისთვის, რაც თქვენ ახსენეთ, ხო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პერსპექტივაში. ამ ხრივ ჩვენ ხედავთ აბსოლუტურ იგნორირებას ამ ფაქტის რეჟიმის მიერ. არსებული საქართველოს პოლიტიკური სპექტრის აქ იგულისხმება როგორც მთავრობა, ისევე ოპოზიცია, სხვა შორის. არც ერთმა არაფერი არ თქვა. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული რეპლიკები იყო ამასთან. რეპლიკა ერთია, მე ვლაპარაკობ განცხადებას ოფიციალურ, რომელსაც ეხლა თუ არსებობს პარტია, თუ არსებობს რაღაცა გაერთიანება, ანუ პოლიტიკური ჯგუფი და ასე შემდეგ, ეს რაღაცა ოფიციალური სახე ამას უნდა ქონდეს, ხო?
და უნდა ტარდებოდეს ეს ბრიფინგი ცოტა სხვა დონეზე და რეპლიკის დონეზე ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე უფრო მაღლა ამ ქვეყანაში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არაფერი არ დგას. და ამას უნდა შევეჩვევოთ, ეს უნდა ვისწავლოთ. მათ შორის როცა ჩვენ გარკვეულწილად ვაკრიტიკებთ პოლიტიკურ პარტიებს და იგივე მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ პოლიტიკური პარტიების კოორდინაციის ხარისხი ერთობლივი პლატფორმის არარსებობა ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის ასეთ საკითხებზე საერთო ოპერატიული პოლიტიკური რეაგირებაც მაქვს მე ყოველ შემთხვევაში მხედველობაში. ამის მაგალითები იყო მაგალითად აი სირიასთან დაკავშირებით, სირიის ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, იგივე აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარების კუთხით გაკეთდა საერთო განცხადება. თუმცა მსგავსი რამ ჩვენ ვერ ვიხილეთ სოხუმის აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით და ასევე გვაქვს მოლოდინი რომ ხვალინდელ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან მიმართებაში მაინც იქნება ასეთი გამოხმაურება. რა თქმა უნდა და მე მინდა გაგახსენოთ რომ თქვათ 96 წელს როცა პირველად ჩატარდა არჩევნები ომის მერე აფხაზეთში, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მოაწყო პლებისციტი. ერთადერთი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პლებისციტი, რომელიც ჩატარდა და დევნილებს შორის ჩატარდა ეს პლებისციტი, სადაც კითხვა იყო ერთადერთი, ეთანხმებით თუ არა არჩევნებს, რომელიც დღეს ტარდება აფხაზეთში. იმიტომ რომ ეს ხალხი, რომელიც არის დევნილად დღეს, ჩემ ჩათვლით, ხო? ეს ტერიტორია ჩვენია. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ იქ რაც ხდება იმაზე და აი ასეთი რაღაცის მოწყობა თუნდაც საქართველოს განმეორება რეალურად, ხო? არ იქნებოდა ცუდი. ეს უბრალოდ მე იდეებს ვისვრი ახლა საზოგადოებაში და ვისაც უნდა იმან როგორც უნდა ისე გაიგოს, მაგრამ მე ვთვლი რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის უპირველესი ამოცანა სახელმწიფოსი. რომელსაც ჩვენ უკვე 30 წელია მით უმეტეს შეფასებების დონეზე ალბათ ძალიან კაცრი და საყოველთაოდ ცნობილი და იყოს რეჟიმს როგორ არ ქონდა არანაირი რეაქცია სოხუმში აეროპორტის გახსნას. ანუ ფაქტობრივად აი ამ დუმილით, ან პასიურობით ირიბი აღიარების პროცესს თავად საქართველოში არა, იმიტომ მე ავხსნი ამ სიტუაციას პირველად, რომ ეხლა რა არის ეს იყო რუსული ავიაკომპანიები თბილისში და არა მარტო თბილისში ჩვენს კონტროლირებად აეროპორტებში აბსოლუტურად თავისუფლად აგრძელებენ ფრენას თითქოს სოხუმში არაფერი არ მომხდარა ამ მიმართულებით. იქამდეც მივალ თუ ანუ პირველი ეს იყო ერჯერადი რეისი. ერჯერადი რეისი მანამდე ანუ პუტინის ჩაფრენილა, ლავროვის ჩაფრენილა ეგ ფრენები იყო განხორციელებული, მაგრამ აი ესეთი რაღაცა პომპეზურობით გახსნილი აეროპორტი და ასე შემდეგ ეგ ადრე არ იყო. მაგრამ მოდით ამას თავი დავანებოთ. საქმე იმაშია, რომ რა ბერკეტები აქვს საქართველოს ზოგადად აფხაზეთზე ზემოქმედებს. ეხლა აეროპორტი რომ ახსენეთ თქვენ, ხო? ჩვენ ვართ იკაოს წევრები. ეს აეროპორტი არის ოფიციალურად დახურული და იქ ვერავინ ვერ ჩაფრინდება ოფიციალურად. თუ საქართველოს ეს აეროპორტი ასე თქვა ხაღალზე არ გახსნა და შესაბამისი დოკუმენტაცია არ მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამას არეგულირებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე დაირღვა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს რეალურად აქვს იურიდიულად აქვს უფლება რომ ჩამოაგდოს ნებისმიერი თვითმფრინავი. ეს ერთი. მეორე, თუ ეხება რუსეთს, მეორე ნაბიჯი, რომელიც გაკეთება შეიძლება, ანუ რაც თქვენ თქვით, აეგზალოს რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტების ასე ვთქვათ გამოყენება, ანუ რეისები. და მესამე, საერთოდ რუსეთის საჰაერო ხომალდებს აეგზალოს საჰაერო სივრცის გამოყენება, ანუ ტრანზიტად გადაფრენაც რომ აეგზალოს. აი ამის გაკეთება რეალურად საქართველოს როგორც სახელმწიფოს შეუძლია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ეს შეიძლება დღეს განაცხადოს საქართველოს მთავრობამ იმ შემთხვევაში თუ ეს რეისები აღდგება, მაგრამ მანამდე კიდევ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. რატომ? როცა ეს ამ აეროპორტის უკაცრავად აღდგენა იყო გაცხადებული და კომპანია იყო, თქვათ, დასახელებული, რომელიც უნდა ეწარმოებინა ეს სამუშაოები და ვინც ახლა ამის მენეჯმენტს ახორციელებს, ხო? აი მაშინ
უნდა გაკეთებული განცხადებები სანქციებზე, თქვათ, ევროპელებთან უნდა მისულიყავი და გვეთქვა, რომ ვიცით რა, აი ესენია უკანონოდ ახორციელებენ საქმიანობა საქართველოში და დაასანქცირებენ. და ასე შემდეგ და ევროპელებთან საქმეები უნდა აღძრულიყო და ასე ხო, ევროპელებთან მისასვლელი პირი რო აღარ აქვს ამ რეჟიმს ფაქტია, ხო? აგერ ჩვენ ვლაპარაკობთ წელიწად ნახევრის წინადად. თუმცა ეს დღეს არ დამდგარა. ეს დღე დგებოდა წლების განმავლობაში, როცა ეს დრეიფი, ასე ვთქვათ, დისტანცირება ევროპისგან და რუსებთან მიჩოჩებისა არ არის მარტო დაუბრუნდეთ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. თქვენ ახსენეთ, ერთი და მნიშვნელოვანი და საინტერესო დინამიკა არის რა ტიპის ახალი პოლიტიკოსები, ახალი თაობის პოლიტიკოსები გამოვიდნენ ასპარეზზე, ეს რას ცვლის და რუსეთის დამოკიდებულება, მათი ინტერესების ლობირება რა მასშტაბით ხდება? მოდით პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოსთან მიმართებაში აფხაზეთის მხრიდან არაფერს არ ცვლის. რეალურად ის მტრული დამოკიდებულება ის რჩება, მაგრამ შიდა განლაგების თვალსაზრისით კი ბევრ რაღაცას ცვლის. იმიტომ რომ აი ეს ძველი პოლიტიკოსები რომ გავიდნენ განზე, მაგათ შემცვლელად უკვე სხვა კლანების წარმომადგენლები წამოიწიენ წინ. და აი ეს მაგრამ აი ეს კლანური დაპირისპირება, რომელიც დაახლოებით 15-20 წლის წინ ჩამოყალიბდა, ეს ვერ გადალახეს ამათმა და რეალურად ეს დაპირისპირება გადადის უკვე აი რასაც ვხედავ ჩვენ რამოდენიმე თვეა უკვე ასე თქვათ მუშტიკრივში რა. ანუ ეს პრეზიდენტი რო გააგდეს ახლა ფიზიკურ შეხლა შემოხლაში. პრაქტიკულად შენობების აღებაში და ასე შემდეგ. ეხლა რა არის აქ? კირიენკოს ვიზიტი. ძალიან საინტერესო მომენტი არის ეს, მე რაც ახსენეთ. კირიენკომ პრაქტიკულად დღევანდელი ხელისუფლებისგან ჩაიბარა ანგარიში, შეხვდა მარტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ იმას რა ქვია უკაცრავად ბგამბას და ერთ-ერთ კანდიდატს ბადრა გუმბას, რომელიც მე მოიწვიეს მოსკოვში და აი მაგი იყო რომ ჩამოფრინდა იმ თვითმფრინავით მოსკოვიდან, კი ბატონო. და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აი ეს გუმბა გაიმარჯვოს და ამითი აშავებენ ადგურ არზიმბას, ანუ რომელიც არის მეორე ადგილზე, მეორე რეალური კანდიდატი, ასე ვთქვათ, ხო? რატომ? იმიტომ რომ აი იმის დაჯგუფებამ რეალურად გააგდო ყოფილი პრეზიდენტი. დღევანდელი პრეზიდენტის კანდიდატი, ვინც არის ბადრა გუმბა, ანუ მოსკოვის ფავორიტი, ასე ვთქვათ. ეგ იყო ბჟანიას ვიცე-პრეზიდენტი და ნუ მაგისი გუნდის წევრია და პრაქტიკულად მაგისი გუნდი არის ეხლა რომ ებრძვის აი ამ ყოფილ ოპოზიციას და ნუ დღესაც ოპოზიციაში რომ არიან. აი ეს დაპირისპირება ეხლა რატომ ამბობ ამას ყოველ ეხლა ამას დიდი მნიშვნელობა პრინციპში არ აქვს, მაგრამ გიორგი რატომ აქვს მნიშვნელობა ეხლავე გეტყვით. რას აქვს უბრალოდ მნიშვნელობა? აი ეხლა ჩვენ გვაქვს ხვალ პირველი ტური. მე მგონი რომ სავარაუდოდ ახლა 100%-ად ვერ ვიტყვი. ალბათ იქნება მეორე ტური და იმიტომ რომ 50+1 იმას პროცენტს ვერავინ ვერ აიღებს. და აი ეს მეორე თქვათ ფაზა მეორე ტურამდე იქნება ძალიან ცუდი და ეს რუსეთმა ძალიან კარგად იციან. ეხლა ღიად ამბობენ თვითონ აფხაზები პაბლიკებში, YouTube არხებზე იწერება ინტერნეტში და ასე შემდეგ, რომ ძალიან ბევრი FSB-ს ოფიცერი არის ჩამოსული სოხუმში და სხვა ქალაქებში. ძალიან ბევრი. გარდა ამისა, ეს კირიენკოს ჩამოსვლამ დეც, რამოდენიმე ხანი უკვე იქ იმყოფებიან. მეორე მომენტი არის ის, რომ როსგვარდიის ქვედანაყოფები ახლა რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ჩაყვანილი არის. ესე იგი, არის ინფორმაცია, რომ რაღაც არეულობა შეიძლება მოხდეს მან და მეც ასე ვთქვათ, შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ ვინც არ უნდა მოიგოს და ვინც არ უნდა წაგებული მხარე ამას არ და ვერ შეეგუება და იქნება გამომდინარე, რომ იქ იარაღის რაოდენობა ხელზე არის ძალიან ბევრი. მე ვარაუდობ, რომ შეიძლება ტყვიაც გავარდეს იქ. იმდენად დაძაბული არის სიტუაცია. იმიტომ რომ ახლა მოგეხსენებათ ერთი თვის წინ პრაქტიკულად ეგრეთ წოდებული პარლამენტის ეგრეთ წოდებული წევრი მოკლეს სტომათა დარბაზში. დარბაზშია. ხო, პარლამენტის წევრმა მოკლა, ხო, და რომელიც მიმალვაში არის და იქ კაცმა არ იცის რა ხდება და ვინ არის და სად არის და რა ხდება, ხო? ანუ ძალიან დაძაბული არის სიტუაცია და ეს დაძაბულობა რამდენად გაღრმავდება და რამდენად შეძლებს რუსეთი ამაზე, ასე ვთქვათ, ამის განმუხტვას, რეალურად ფიზიკურ განმუხტვას. ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ
ისეთი შტაბ-ეჭდილება არის ახლა ვისაც ველაპარაკებით რაღაც კონტაქტები გამოჩნია ხო ამ ბარდა გუმბას მოსკოვში ვიზიტის მერე რომელიც ჩამოფრინდა აეროპორტში იმ თვითმფრინავი ცნობილით მაგის მიმართ არის ძალიან ცუდი განწყობები აფხაზურ საზოგადოებაში და რატომ? იმიტომ რომ ხმები დაირხა რომ ეს ყველაფერზე დათანხმდა, რაც რუსეთში უთხრეს და ეს მე მაძლევს საშუალებას იმისა რომ თქვა რომ რეალურად რუსეთი თავის გეგმებს ასე ვთქვათ, მაინც უნდა რომ განახორციელოს ეს აპარტამენტები და პრივატიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს კიდევ უფრო გააღრმავებს იმ განხეთქილებას, რომელიც არის აფხაზეთში და მეორე მომენტი არის, რომ ასე ვთქვათ, ჩაშვების ინსტიტუტი ამუშავდა, როგორც მითხრეს, აფხაზების მხრიდან მოსკოვში, აფხაზები თვითონ აფხაზებს უჩივიან რაღაცებზე, რომ ის არის ანტირუსი, ეს არასწორად იქცევა და დაიჭირეთ და რუსეთ მის ხელთ არსებულ რესურსებს აქტიურად იყენებს, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით წარმოქმნილი პრობლემების, საბიუჯეტო დაფინანსების, ხო, და აი ზუსტად მივდივარ იქიდან, თუმცა მას აქვს მოკლევადიანი მნიშვნელოვანი ამოცანები, მათ შორის იქ სიტუაციის აბსოლუტური კონტროლის კუთხით, რაც მაგალითად უკრაინასთან დაპირი ომის გამო ოჩამჩირეში მათი ფლოტის რებაზირებას უკავშირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ საუბრის დასასრულს ამ კუთხით შევხედოთ, თქვენ ამით დაიწყეთ ლაპარაკი, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ის პროცესები, რომელიც მიდის მთელს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კონფრონტაციის თვალსაზრისით, ევროპულ ინსტიტუტებთან კონფრონტაციის ომის მდგომარეობაში ყოფნა, რა გავლენას ახდენს აი ამ დიდი მიზნის მიღწევის პერსპექტივაში აფხაზეთზე, აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი თანხმდებით იმაში, რომ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად, თუმცა ამ მშვიდობიანი ინტეგრაციის, რეინტეგრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის იყო ევროპასთან უბრალოდ დაახლოება კი არა, ევროპის ნაწილად გახდომა იმისთვის, რომ მიმზიდველობის ხარისხი გაზრდილიყო. და აი რა გავლენას ახდენს ეს პროცესი? ესეც აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი პირობა არის იმისათვის, რომ გამფრთხილდეს ქვეყანა, მაგრამ გავლენას ახდენს, ნუ ეხლა როგორ გითხრათ, ჩვენ ვარ დასუსტებულები. როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. ამას იქ რა თქმა უნდა გზნობენ ძალიან კარგად და ამის გამო საქართველოს როგორც ფაქტორი იქ აბსოლუტურად არ აღიქმება არანაირად დღეს სამწუხაროდ. და აი უბრალოდ ვარსებობთ, მაგრამ რისთვის ვარსებობთ, მაგათვის გაუგებარი არის. ანუ ეს ერთით კარგია რომ ჩვენი მხრიდან არ გზნობენ აქტიურ საფრთხეს. ერთით კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, რომ საქართველოს რამე რო შეეძლოს დღეს, რომ გააკეთოს და დაიცვას ისინი თუ რაღაცა, ხო? ეს არ უნდათ. ეს აშკარა არის. მეორე, ამის საშუალება ჩვენ არ აქვს. არანაირად. თუმცა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ბერკეტები, როგორც მე ვთქვი, აეროპორტზე, ისე ენერგეტიკაზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ბოლო დროს დავიწყე ამაზე ლაპარაკი ვიწრო წრეებში, მაგრამ ნუ თქვენს გეტყვით, რომ აი გასაშვალებულად ჩვენ წელიწადში საქართველოს აწვის აფხაზეთს 400 მილიონი ლარის ელექტროენერგიას უფასოდ. ეს გაამრავლეთ 30 წელზე. 12 მილიარდ რაღაცა გამოდის. ამას კიდე დაამატეთ რა ქვია მაგას დამატებითი ღირებულების საქონელი, რომელიც აი ამ ელექტროენერგიით იქმნება აფხაზეთში, რომელსაც ფული არ იხდება. და კიდე დაამატეთ ამას ის კრედიტები, რომელიც სახელმწიფომ აიღო ენგურღესის სარეაბილიტაციო და ის პროცენტები, რომელსაც ჩვენ ვიხდით და ეს თანხა მე თქვენ და ყველა ჩვენთაგანს გვიზის დენის ტარიფში. კი და ამის პარალელურად ოდნავადაც არ გაუმჯობესებულად უფრო დამძიმდა მდგომარეობა ის ქართველების ფაქტობრივად აპარტეიდის პირობებში უწევს რომ იყოს ძალიან მარტივად ასახსნელი აფხაზეთი წელიწადში 200,000 მოსახლეობიანი ტერიტორია ესე იგი მოიხმარს იმდენივე ელექტროენერგიას, რამდენიც 1,5 მილიონი თბილისი. კრიპტოს დამუშავებაც მიდის და ასე კრიპტოს დამუშავება მიდის და დიდი თემებია. კი ბატონო, როგორ შეიძლება შევაჯამოთ რას ველით აფხაზეთისთვის გამოცხადებული არჩევნების შედეგად და მე ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მე ველი
პოლიტიკურ კრიზის არეულობას, რომელსაც შეიძლება რუსეთის მხრიდან მერე მოყვეს შესაძლო რეპრესიების მაგვარი, ასე იგი, ქმედებები და გამკაცრება, ასე ვთქვათ, აფხაზეთთან ურთიერთობის და ეს ურთიერთობა იქნება დანორმალიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმ კლანებთან, რომელთანაც მოსკოვს ექნება კარგი ურთიერთობები. ანუ ჩვენ ეხლა ვხედავთ ამ კირიენკოს ვიზიტმა აჩვენა, რომ მთელი კონსტრუქცია მოსკოვისა და სოხუმის შორის, ასე ვთქვათ, ურთიერთობების იცვლება და ეს პარადიგმა შემოდის, ის მიიღებს რაღაცა თაფლაყვერს, ვინც ამისი, ასე ვთქვათ, ღირსი არის მოსკოვის თვალსაზრისით. ვინც არა, რაც ადგილობრივი აფხაზური საზოგადოების უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აბსოლუტურად. ეს ბევრს არაფერს ცვლის საქართველოსთან განწყობების თვალსაზრისით, მაგრამ ცვლის შემდგომ ეტაპზე საქართველოს მხრიდან ნაბიჯების რესურსების თვალსაზრისით. რაც ეხება საქართველოს, საქართველოს როგორც ქვეყანამ, როგორც ერმა, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ცოტა შევცვალოთ ფოკუსი აი ამ პრობლემის გადასაწყვეტად, იმიტომ რომ სხვანაირად ეს ვერ გადაწყდება. პირველ რიგში ქვეყანას უნდა ყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც აქტიურად ნდობით აღჭურვილი იმუშავებს და აღადგენს თავის ურთიერთობებს იმ ინსტიტუტებთან და იმ სამყაროსთან, რომელთან ურთიერთობაც პერსპექტივაში რიგითი აფხაზისთვის უნდა წარმოუდგენს ინდივიდუალურ ფაქტორს. მადლობა. ბატონი გიორგი კაჭარავა გვეხმარებოდა დღეს აფხაზეთში არსებული ვითარების ანალიზში. უნდა შეგახსენოთ, რომ ხვალ იქ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული არჩევნები უნდა გაიმართოს, მას დამშვიდობები. მადლობა კიდევ ერთხელ.